1969 წლის შემდეგ 42 წელია დაიწყო, რაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევ. ძალიან რთულია, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, მასწავლებელს ძიმე ჯვარი ადგია მხრებზე და ძალიან ძნელი საზიდია. და თუ ამ ძიმე ჯვრის ტარება არ შეუძლია მასწავლებელს, იმან არც უნდა იმასწავლებლოს. დასწრება როგორია? რამდენი ბავშვი ყოფილი? 4 ბავშვი. ვინ არის? მიპასუხე. გრაკალიშვილი ლუკა. გრაკალიშვილი ლუკა. ახალკაცი ჯაბა. ახალკაცი ჯაბა. გიორგი ხორგუაშვილი. გიორგი ჭონიაშვილი. ჩემი მიზანი კი არის უპირველესა მაღალი განათლების მიცემა მოსწავლეებზე. ჩაუდგა საქმეთა შუა ზღვა, რომელიც რუდებით ვერტები. 21 წლის ვიყავი სკოლაში რომ მოვედი. მაგრამ ჩემი თაობის მასწავლებლებისთვის ყველასთვის ძალიან რთული პერიოდი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ 90-იანი წლები, ის გაჭირვება, რასაც ყველა განიცდიდა, უშუქობა, უგაზობა, უშეშობა. ამაზე დემატებოდა უხელფასობა. წარმოიდგინეთ, 14 ლარი გქონდა ხელფასი. ისიც იყინებოდა თვეების მანძილზე. ბევრი სახელოვანი მოსწავლე გავზარდე. მასწავლებლის პროფესიის დაუფლებაში და პირადად საგნის დაუფლებაში მასწავლებელსა ბაძებს მოსწავლე. გაკვეთილები ყოველდღე მაქვს, იმის გამო რომ ასაკში ვარ და ჩემმა გაკვეთილმა პროდუქტიულობა არ დაკარგოს, შევიმცირე საათები. თუ ვინმე მოვიდა ძლიერი, აი გეფიცებით ქართველობას, მასწავლებლის ჟურნალს, რომ აუცილებლად დაუთმობდა წავალ სკოლიდან. ასეთი კადრიც ჯერჯერობით არ არის. ისინი, ვინც ჩვენი ისტორიკოსები არიან, დოესები, გარე სამუშაოებზე არიან წასულები. მიზანი მაქვს ნახევარი საუკუნე შევასრულო, ისე წავიდე სკოლიდან. ფიქრობ, ჩემი წილი ამ მიმართებით სამშენებლო მასალა იმიტანია სამშობლოს საკეთილდღეოდ. სამუშაო დღე სოფელია მოგეხსენებათ და სოფელი სხვა არის. სოფელში რო ცხოვრობ, რაკი მასწავლებელი ვარ, მწვანილი, კიტრი, პამინდორი, კომბოსტოვი, სტაფილო, ჭარხალი და ასე შემდეგ ვითხოვო, არა, მე უნდა მოვიყვანო. სამოსახლო ჩემი ადგილი არის, ჩემი ხელით არის ყველაფერი გაკეთებული. აი გარშემო მთლიანად ვაზის ხეივანი მაქვს გაკეთებული. საერთოდ ქართველი კაცი ამ ქვეყნიდან ისე არ უნდა წავიდეს, რომ პატარა ვენახი მაინც არ გააშენოს, იმიტომ რომ ვაზი ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოა. ბევრ ნეობას ვეწევი თავისუფალ დროს, მოვყავს ვაშლი, სიმინდი, კომბოსტო. თუ კაცი გამრჯია, ყველაფერი ექნება თავისი წილი. მერე რა რომ მასწავლებელი ვარ.